იგი ბაიდენის ბოლო საჩუქარი პუტინს ოდა მართლა რაღაცა აღარ გამთავრდა ბაიდენის ეპოქა აღარ მოვიშორეთ თავიდან რას რას გულისხმობდა ის რო აკძალა ესე იგი სანაპიროზე იმისი ნავთობის და წიაღისეულის მოპოვება რო აკძალა თან აკძალა როგორ არის შეუქცევადია თუ მოვა ტრამპი და ისევ ხელახლა გახსნის თუ შეუქცევადი როგორც ჩანს არ არის ახლა არაფერი შეუქცევადი არ არსებობს მაგრამ როგორც ჩანს გაუჭირდება იმის გარეშე ესე კონგრესის თანხმობის გარეშე ან შეიძლება გაუჭირდეს სასამართლოს კი გახდეს საჭირო იმიტომ რომ ისეთია რა ანუ ესე იმისი პრეზიდენტის ბრძანების შეცვლა ესე არ შეიძლება ამერიკაში რა ესე პირდაპირ შეცვალო თქვა რომ არა ის არასწორი იყო და ახლა შეცვლა არა ნუ რაღაცა განხილვა უნდა იყოს შეიძლება სასამართლოს კი დაჭირდეს რა ნახოთ რა ანუ ყოველ შემთხვევაში ეს არის ესე გადასარევი საჩუქარი პუტინს ესე იგი ერთი მხრივ ეს ბაიდენის ადმინისტრაცია ტრამპის ადმინისტრაციის დაწოლით აკეთებს რაღაცებს მაგალითად როდესაც რუსეთის სანავთობო ფლოტი დაასანქცირა და სანქციები დაადო და პორტებში აღარ უშვებენ, მათ შორის ჩინეთი აღარ უშვებს. მე ვთქვი ესეთი რაღაცა გააკეთა რომ აკძალა რა, ეს იმას ნიშნავს რომ რამდენიმე თვე თუ წელი არა მისცა სასუნთქად კიდევ იმას რა პუტინს რა. პირდაპირ ეს არის მეტი არაფერი არ არის რა ეკოლოგია, კაი რა ეგ არის ბოდვა რა ეკოლოგია. პირდაპირ ესე იგი აი ამ გაგანი ომში როდესაც ნატოის ფაზია და კიდევ რუსეთის მხრიდან რატო ვიკითხე ეს ეგზეკიუტივ არ ვიცი დეტალები და ეგზეკიუტივ ორდერით აღზარა თავისი ბრძანებით თუ რაღაცა სხვა ფორმა იპოვა რომელსაც აი მართლა სჭირდება პროცედურა და სასამართლოდან ხო მე მგონი სხვა ფორმა იპოვა ზუსტად რომელიც ეს არ არის მხოლოდ ეგზეკიუტივ ორდერი ანუ ეს არის ისა რა სხვა ტიპის ბრძანება რომელსაც ისჭირდება რა დასაბუთება ჭირდება დასაუქმებლად როგორც ვიცი ნუ ძალიან ცუდი რა მოკლედ აღარ მორჩენან მავნებლობას სულიერ ხო რა რაც მე ვქო ილუსტრაციისთვის ძალიან კარგია იმიტომ რომ აი ძალიან ზუსტად იქნა გამოყენებული მწვანეების მეთოდი რაც ვისთვისაც მწვანეები საერთოდ არსებობდნენ რა იმისათვის რომ რუსეთს გაუხანგრძლივონ ძალაუფლება და ესა არსებობა ზუსტად ამიტომ არსებობდნენ ხო მწვანეები რა იყო ხო მწვანეების მოძრაობა იყო ფონი რითაც გერმანია მოექცა იმაში აი ამ მწვანე ხაფანგში აკძალა ატომური სადგურები ვარი თქვა იმაზე ფანახშირის იმაზე ელექტროსადგურებზე და ძალიან ჩამოეკიდა რუსეთს ხო აი კიდევ ერთი მავნე გამოყენება მწვანე იმისი მწვანე არგუმენტის ბაიდენის მიერ ესე სანაპიროზე უზარმაზარი სანაპიროზე ხო ამერიკის შეერთებული უზარმაზარი სანაპიროზე საერთოდ აიგზალა წიაღისეულის მოპოვება რა აი მეტი რა უნდა იყოს ხო ახლა მეტი რა უნდა ქნან ხო მართლა ნუ იმედია რაღაცა გამოსავალს მოძებნიან და ხო ნუ ნახოთ რა მე მგონი მაინც ის არის რა მაინც მე მგონი ყველაზე მოკლე გზა მაინც არის სასამართლოში ჩივილი რა არ ვიცი შეიძლება თუმცა არ ვიცი მოკლედ მე ცოტა ის არის მე მგონი ყველა დაბნეულია რა არავინ არ იცის როგორ მოიქცეს რა გააკეთეს ამ შემთხვევაში მაგრამ რა თქმა უნდა იპოვენ გამოსავალს რა თქმა უნდა შეუქცევადი არაფერი არ არის